კურიერი პირდაპირ ეთერში განაგზობს მუშაობას ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დედაქალაქსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს, როგორც თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შეერაღებული ძალების ქვედანაყოფებმა. საზეიმო ვითარებაში ფიცი დადეს წვევამდელებმა. დედაქალაქის გარდა ფიცის დადების ცერემონია კიდევ 5 რეგიონში გაიმართა. სამხედრო ფიცი პირველად ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა. ღონისძიების დასასრულს სადემონსტრაციო გადაფრენა შეასრულა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა. ჩვენ დაუბრუნდებით თავისუფლების მოედანს, სადაც კურიერის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს. ახლა ლიკა ალელიშვილი ჩავთვალთ პირდაპირ ეთერში. გისმენთ ლიკა. დიახ, თამარ, თავისუფლების მოედანზე განლაგებულმა ქვედანაყოფებმა უკვე დისლოკაციის ადგილისკენ გადანაცვლება დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად დასრულებული არის 26 მაისის ღონისძიება. სამხედრო კომპონენტი, რაც შეეხება აქ განვითარებულ მოვლენებს, აგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები, განლაგებული იყვნენ თავისუფლების მოედანზე, ასევე 7-3 წლევამდელმა დადო ფიცი, აღლუმი და სამხედრო ფიცის დადება ჩაიბარა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტს უკვე ჰქონდა სიტყვით გამოსვლა, მან ფრთლად ისაუბრა საქართველოს მიერ, როგორ მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა და როგორ განამტკიცა ეს ამ წლების განმავლობაში, 107 წლის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ დადო პირობა, რომ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და ასევე პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართველი ხალხის თავგაწირვას და შეწირვას არ დაუშვებს უცხო გარკვეული ძალების ინტერესებისთვის. ფრთლად ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილმა განვლილ წლებზე, როგორც გითხარით, და მან მიმართა საქართველოს მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან. მამა პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ ამ სამიდან რომელიმე გამოვაკლდება, ჩვენ დავკარგათ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია. დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველიერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება. ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩეს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენ ხალხს და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავი და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა. რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა. სურს მადლობა გადაუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს, ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლოს სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იამაყოთ თავდადების, გონიერების და ერთგულების გამო. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულები განსაზღვროს. ჩვენ ერთიანობითა და წინდახედულობით, წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს. დღეს თანამედროვე სამყაროში ჩვენ სიტყვებსა და შორსჭრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ჩვენი სიტყვა, გონიერება, საკუთარი თავის წმენაა დღეს ჩვენი მთავარი იარაღი. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, რომელიც მძიმე იარაღი აქვს დამჩნეული ქართველ ხალხს. ქართველი კაცის მტკიცე ხასიათი და გამორჩეული ვაჟკაცობა ყოველთვის მოიცავს თავგანწირვას საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისა და ოჯახისთვის თითოეული პატრიოტი ქართველი მზად არის საკუთარი სიცოცხლის დასათმობად. ჩვენი ამოცანა კი არის, არ დადგეს ეს საჭიროება, არ დასჭირდეს ქართველ კაცს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში პატიოსანი შრომით იზრუნოს საკუთარ ოჯახზე და სამშობლოზე. სურს დღეს კიდევ
ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველო საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად აკეთებდა. სურს კაფიოდ განვაცხადო. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანასწორებაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით, მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დაუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესს. ქართველი ერის სიძლიერის გვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი, გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ქართველმა ხალხმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიღმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას. ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება საქართველოს წარმატების ტოლფასია. ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე. ჩვენ საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ და სისულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ, როგორც მთავრობის მეთაურმა პირობა დადო საზოგადოების წინაშე, რომ სამშობლოზე ზრუნვას ყოველდღიურ რეჟიმში ისევ განაგრძობს. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გვირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება. საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას. პირველი ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. და მეორე ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო. საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ. დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვევდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენსთან ის წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენი სამშობლო, ჩვენი სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს თვითმყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი: მამული, ენა და სარწმუნოება. ჩვენი სიამაყეა ჩვენი სამშობლოს თითეული ულამაზესი კუთხე, ულამაზესი ბუნებითა და ულამაზესი ადამიანებით.
ჩვენი სიამაყეა ჩვენი უნიკალური ენა და დამწერლობა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედა ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს წმინდა ეკლესიას და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავისი სიბრძნითა და ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობის შენარჩუნებასა და გამტკიცებაში. ჩვენი სამშობლოს ისტორია 3 ათასწლეულს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის. ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების საგასაღარსი. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა ქართველებს ყოველთვის ჰქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული ღვთისმშობლის წილხვედრიერი და სწორედ ამ რწმენა მოგცა იმის ძალა, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოლად წმინდა ღვთისმშობლის ფარველობით. ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35 წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ 4 ომი. საქართველოს სუვერენიტეტის 9 წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის. თითოეული ჩვენგანის ვალია თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. საქართველოს მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს და თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ასევე თავდაცვის მინისტრმა ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმაც. ჯარისკაცებო, დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე. ხუთჯვრიანი დროშის წინაშე 5-ჯერ წარმოსთქვით ფიცავ. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ. დღეს სოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერმოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა. ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ამ ცნებების გარეშე არასოდეს გვიცხოვრია და ვერც მომავალში ვიცხოვრებთ. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი, როგორც სახელმწიფო. ჩვენთვის მამული არის სახლი, მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა პატრონობა ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა ჩვენს აფხაზს და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო. ჩვენი ენა გვაძლევს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის საშუალებას. დაბოლოს ჩვენ ვართ სარწმუნოების ერთგული ხალხი. ჩვენი ეროვნული ენერგია მოდის თითოეული ადამიანის რწმენიდან და ერთგულებიდან, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულების მოტფიალი ადამიანი ვერასოდეს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად. ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზისხსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დაუთმობთ. სწორედ ამიტომ ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგული ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი აფხაზი და ოსი, ძმები და დები, ჩვენი საერთო მომავლის თანაშემოქმედნი იქნებიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ისტორიას, რომელსაც ურთიერთ პატივისცემით საუკუნეების განმავლობაში მრავალი თაობა ქმნიდა.
წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა მხოლოდ მოტივირებულ და გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებას სულ შეუძლია. საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე, ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია. მინდა დიდი პატივისცემით აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მოპოვებაში, ჩვენი იდენტობის და ეროვნული თვითყოფადობის გამტკიცებაში. რა თქმა უნდა, ასევე უმნიშვნელოვანესია და დასაფასებელია კონფესიების როლი, რომელთან სამაგალითო თანაცხოვრებითა და ურთიერთპატივისცემით ისტორიულად ქმნიდით და დღესაც ვაშენებთ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. 26 მაისი შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისგებლობა, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშეა. რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიების დასასრულს დედაქალაქის ცაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოჩნდა. ღონისძიების ამ კომპონენტში ჩართული იყო საქართველოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 13 საფრენი აპარატი, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავებიც. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში, ის თავისუფლების მოედნიდან ჩაგვერთო. საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაა მოწყობილი. მოქალაქეები თბილისსა და რეგიონებში ეცნობიან როგორც ქართული დელტას, ისე უცხოური წარმოების ტექნიკას, აღჭურვილობას და სხვადასხვა სამხედრო ხელსაწყოს, რომელიც თავდაცვის ძალების შეიარაღებაშია. კიდევ ერთი ჩართვა გვაქვს ისევ თავისუფლების მოედნიდან, იმ წერტილიდან, სადაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. ლუკა ჩანგელია უფრო დეტალურად მოგვიყვება, რისი ნახვა შეუძლიათ მოქალაქეებს. ლუკა, ეთერში ხარ. ეროვნულ დღესასწაულზე ძალიან დიდი დატვირთვა აქვს თავად ეროვნულ ტექნიკას, რომელსაც საქართველოს აწარმოებს თავდაცვის გაძლიერების კუთხით და სწორედ ამ ლოკაციაზე ვიმყოფებით ჩვენ ახლა. დღის მთავარი მოვლენა არის დიდგორი მეომარი, რომელიც დელტამ წელს კვლავ გამოუშვა. როგორც იცით, კომპანია ყოველწლიურად უშვებს ხოლმე სპეციალურ ტექნიკას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ ეს ჯავშან ტექნიკა, რომელიც ახლა ჩემს უკან დგას და რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. რადგანაც მოქალაქეებს აინტერესებს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება და ასევე იმ ტექნიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელიც ბუნებრივია ქართული ჯარის განუყოფელი ნაწილია. ამით ამაყობდნენ დღეს აქ ქართველი ჯარისკაცები, ამაყობდნენ ქართველების მიერ შექმნილი ტექნიკით, ეროვნული ტექნიკით. თქვენ ხედავთ, გამოფენილი არის არაერთი მათგანი სწორედ ამ ტერიტორიაზე, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკმაოდ ვრცელი არის ჩამონათვალი. რამდენიმე მათგანი შემიძლია ახლა დაგისახელოთ, მაგალითისთვის დიდგორი მეომარი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქ არის დიდგორი 1, დიდგორი 2, დიდგორი 3, ასევე საზენიტო სარაკეტო სისტემა ატლასი, სხვადასხვა საბრძოლო ჯავშან მანქანები და ახლად მოდერნიზებული იქ-300. ამასთან ერთად ბუნებრივია ჯავშან ტექნიკასთან ერთად აქ მოსული ადამიანები ნახავენ იმ სამხედრო აგრეგატებს, რასაც უშუალოდ ბრძოლის დროს იყენებენ ადამიანები ფიზიკურად, მაგალითისთვის სხვადასხვა იარაღები, ყუმბარმტყორცნები და ასე შემდეგ. დელტას წარმომადგენლები და სამხედრო საზოგადოების წარმომადგენლები, თავდაცვის ძალების წევრები ამბობენ, რომ სწორედ ეს ყოველივე აძლევთ მათ იმის საშუალებას, რომ 26 მაისს ფიცის დადებასთან ერთად, რაც ამ ყველაფერს ახლავს, იამაყონ და იყვნენ, ასე რომ ვთქვათ, გახარებულები საქართველოს თავდაცვის ძალების მიღწევებით. წელსაც ტრადიცია არ დაირღვა და დიდგორის ახალი ფაქტობრივად რიგით მე-12 მოდიფიკაცია გვაქვს გამოყვანილი თავისუფლების მოედანზე. ეს არის საექსპორტო კონფიგურაციაში შესრულებული დიდგორი მეომარი. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ დელტას მიერ დამზადებული სხვა მოდიფიკაციის დიდგორების ნახვასაც. ეს არის სამედიცინო, კავშირგაბმულობის, სადაზვერო, სამეთაურო საშტაბო დიდგორები, საბრძოლო მოდიფიკაციის დიდგორები, რომლებიც წინა წლებში იყო დამზადებული ჩვენი საწარმოს მიერ. ექნება შესაძლებლობა ფოტოები გადაიღონ, ჯავშან ჟილეტი მოირგონ, ჩაფხუტი დაიხურონ ნებისმიერ ტექნიკურ პარამეტრზე, ნებისმიერ ტექნიკურ კითხვაზე, რაც კი ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება საინტერესო, ჩვენ სრულ და ამომწურო პასუხს გავცემთ. დღეს ყველა ჩვენთაგანი არის ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცი
დღეს ყველა ქართველის გულში არის სიკეთე და სიყვარული და მე ულოცავ ჩვენს ერს ამ დიდ მონაპოვარს და ვუსურვებ რომ ყოველდღე ყოფილიყოს ასეთი ნათელი, მშვიდი და ერთსულოვანი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ საშუალება დაათვალიერონ, მიიღონ სხვადასხვა ინფორმაცია სიახლებთან დაკავშირებით და სრული შემთხვევაში გადაიღონ სამახსოვრო სურათები და ვიდეოები. უნდა ითქვას ისიც, რომ დღევანდელი ღონისძიება, სადღესასწაულო ღონისძიება დაატვირთული იყო არაერთი ნომრით. საკმაოდ საინტერესო სურათი ვიხილეთ ჩვენ დღეს აქ თავისუფლების მოედანზე და იხილეს იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ. სწორედ ამ ყველაფრის შემოქმედი, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ქალბატონი ბასა ფოცხიშვილი იმყოფება ახლა ჩვენთან ერთად. ქალბატონო ბასა, თქვენ წლებია რაც უკვე მუშაობთ ქართულ ჯართან და ამბობთ ხოლმე ხშირად კიდეც მოდესთან საუბრის დროს, რომ ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც გეამაყებათ. რა შეგიძლიათ დღევანდელ დღეზე თქვათ, გამართლდა თუ არა თქვენი იმედები და რამდენად კმაყოფილი ხართ იმ ღონისძიებით, რაც აქ ვიხილეთ? დღესაც უდიდეს მადლობას ვუხდი მთელ ჯარს, ყველა რეგიონში მდგომ ჯარისკაცს, მადლობას ვუხდი გენერალიტეტს, რომლებმაც საოცრად იმუშავეს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვულოცავ წევანდელებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები გახდნენ. და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი როგორც ყოველთვის ავიაციას, რომელიც წამში მოფრინავს ხოლმე ყოველთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს მართლა ყველაზე დიდი დღეა ყველა ქართველისთვის და მე იმედი მაქვს, რომ საქართველო იქნება ბედნიერი, ევროპული, მშვიდობიანი და იქნება და ხალხს ერთმანეთი ეყვარება, მიმტევებლები იქნებიან ერთმანეთის და ერთმანეთის თანადგომა ექნებათ ყოველთვის. და ერთსაც კითხავთ თუ შეიძლება აი ეს ტექნიკა, რომელთანაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ნამდვილად სიამაყის საბაბია ქართველი ჯარისკაცებისთვის. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს ეროვნული ტექნიკა, რომელსაც ეროვნული სამსახურისთვის ვაწარმოებთ ქვეყანაში? ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ტექნიკა საერთოდ ადამიანის გარეშე არ არსებობს. იმ ტექნიკას ის ჯარისკაცი ჭირდება, რომელიც იმ ტექნიკას აამუშავებს და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ჯარისკაცს, ყველა იმ ტექნიკოს, რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი, უდიდეს მადლობას, თაყვანისცემას და პატივისცემას გამოვხატავ მათ. და ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობას. ძალიან დიდი მადლობა. მეც გილოცავთ კიდევ ერთხელ ბასა ფოცხიშვილს ვუსმენთ ახლა პირდაპირ ეთერში 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების მთავარ რეჟისორს. დღევანდელი ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. ახლა უკვე მოქალაქეებმა გადმოინაცვლეს თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე და ისინი აქ განლაგებულ ჯავშან ტექნიკას ათვალიერებენ. მადლობა. პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლუკა ჩანგელია. სამხედრო კომპონენტთან ერთად დღევანდელი დღე დატვირთული არაერთი საზეიმო ღონისძიებით თავისუფლების მოედნის გარდა თბილისში მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ორბელიანის მოედანია. ალექსანდრის ბაღში, ხაზინის, ფხოვის, ფუცელოძის და ვეკუას ქუჩებზე იმართება კონცერტები, მასტერკლასები, სპორტული შეჯიბრებები. მოწყობილია გასართობი, შემეცნებითი და სპორტული სტენდები. კინოთეატრები, საგამოფენო ზონები. ყველა იმ ქალაქში, სადაც ღონისძიებები ეწყობა ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს ერთდროულად შესრულდება საქართველოს ჰიმნი. მარიამ კოპალეიშვილი იმყოფება ორბელიანის მოედანზე, ის კურიერს ვერდება, გისმენთ მარიამ. განსაკუთრებული ხალხმრავლობა დილის საათებიდან ათონელზე, ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან, მათ ადგილზე მოტანილი აქვს საქართველოს დროშები და შეიძლება ითქვას, რომ 26 მაისს ტრადიციულად აღნიშნავს დედაქალაქი. სახალხო და გასართობი აქტივობებით აქ მოსულ სტუმრებს ხდება სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. მთელი დღის მანძილზე მათ შეუძლიათ ადგილზე მოსვლა და აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, რადგან ეს დღე სწორედ ამისთვის არის გათვლილია ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის, რომლებსაც შეუძლიათ რომ აღნიშნულ ადგილას ორბელიანის მოედანზე და ასევე მიმდებარე ქუჩებზე მოვიდნენ და ერთად აღნიშნონ დღევანდელი დღე. აი ეს ლამაზი ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა სულ, აი
ისეთი ამაყი ვარ, რომ აი არ ვიცი რა. როგორ აღნიშნოთ ყოველისთან ერთად? ოჯახთან, ჩემ შვილთან, შვილიშვილთან, ძალთან და ვარ უბედნიერესი. ყოველ წელს აღნიშნოთ გიხარია ძალიან საქართველოს დამოუკიდებლობა. და ვისთან ერთად? მეგობრებთან ერთად. ამ დღეს ტრადიციულად გამოვდივარ ოჯახთან ერთად. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გესურვებთ ყოფილიყო მშვიდობა და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებთ საქართველოს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაგეგმილია პრეზიდენტის ეზოდან უკვე საქართველოს ჰიმნის გაჟღერება. მე გეტყვით იმას, რომ გასართობი ღონისძიებები და აქტივობები, რომელიც დღევანდელ დღესთან არის დაკავშირებული, მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება. მადლობა მარიამ კოპალეიშვილი გვერდთვებოდა ორბელიანის მოედნიდან პირდაპირ ეთერში. და დედაქალაქის პარალელურად რა ხდება ახლა რეგიონებში, სადაც საზაიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ბათუმს ჩავთვალთ პირდაპირ ეთერში, სადაც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და კულტურული სივრცეები. ბათუმის პარალელურად საზაიმო ღონისძიებები აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება, მათ შორის ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. სიმონ შანავა ჩაგორთვება ბათუმიდან პირდაპირ ეთერში გისმენთ სიმონ. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია ეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბათუმში დილიდან არის განლაგებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. დილიდან შეიმჩნევა აქ ხალხმრავლობა, ადამიანები მოდიან იმისათვის, რომ ერთად აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ამის პარალელურად მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა, გამოფენა, აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნება დააგებონონ ქართული ტრადიციული ღვინო, ხოლო 17 საათსა და 10 წუთზე სიმბოლურად იგეგმება საქართველოს ჰიმნის შესრულება. ამის შემდგომ კი არის ჩანიშნული კონცერტი. დღევანდელ დღეს წარმოდგენილი გვაქვს სრულიად ქართული თემატიკის სუვენირები, ჩემს მიერ დამზადებული და ჩემი გოგონას მიერ დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარები, გულსაბნევები, ძალიან მოუსწონს როგორც ქართულ მომხმარებელს, ასევე ტურისტებს. ეს დღე ჩვენია. მე ამაყება რომ საქართველოს სადარაჯოზე ვიდექი ძალიან დიდი ხანია, სადღაც 18 წელი მაგით. და მე მინდა რომ ჩემ შვილებს მივცე იმის მაგალითი რომ ყოველთვის 100-101 დღესასწაულები არ გამოტოვოს. ყველა ქართველისათვის საქართველოში დღევანდელი დღე უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მეტნაკლებად ვინ როგორ გაიარა რომ დამოუკიდებლობა მიიღწია ქვეყანას. ეს დაწყებულია ძალიან დიდი ხნის წინ და აღსასრული დადგა ჩვენ ვიცით რამოდენიმე წლის უკან და როცა აქ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობისათვის. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს გამოფენები, რაც ტრადიციულია დღესასწაულებზე ძალიან სასიამოვნოა. აქ მომბრძანებულ სტუმრებს დახვდება ქართული ბათუმელი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა, გვექნება ქართული ღვინის დეგუსტაცია, ბავშვებისთვის იქნება სხვადასხვა სპორტული და გასართობი შემეცნებითი ღონისძიებები, ასევე წარმოდგენია თავდაცვის ძალების მიერ ტექნიკა და საბრძოლო იარაღების გამოფენა გაყიდვა. ეროვნულ დღესასწაულს აჭარაში აღნიშნავენ ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი პროგრამა არის დაგეგმილი. გარდა ამ ტერიტორიისა, ასევე საღამოს დრამატულ თეატრში იგეგმება გალა კონცერტი. მადლობა სიმონ შანავა გვერდთვებოდა ბათუმიდან. და რა ხდება ზუგდიდში, სადაც დილიდან ასევე საზაიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო ტექნიკის გამოფენასთან ერთად ქალაქში იმართება შემეცნებით საგანმანათლებლო აქტივობები. ორკესტრის მსვლელობა, კონცერტები, ანიმატორები ბავშვებს სხვადასხვა გასართობს სთავაზობენ. სტენდები აქვთ გამოტანილი განათლების სამინისტროს და უმაღლეს სასწავლებლებს. სალომე ფაცაცია გვერდება ზუგდიდიდან, ეთერში ხარ სალომე. ამ წუთებში უკვე ხალხმრავლობაა ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე. ადამიანები, მოქალაქეები აქ მოდიან საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შორის ბავშვებთან ერთად. მათთვის საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა არის წარმოდგენილი. აქ სულ ცოტა ხნის წინ ჩაიარეს ანიმატორებმა, ასევე იყო მუსიკალური შოუ. ახლა მიმდინარეობს ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. ასევე განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოფენილია სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების
უნივერსიტეტისა და სასწავლებლის, ასევე სამეცნიერო ფონდების სტენდები, პავილიონები და აქ მოქალაქეები ეცნობიან მათი პროფილის მიხედვით სხვადასხვა უნივერსიტეტის სივრცეს. ასევე აქ ადგილზე არის წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, ტექნოპარკ საქართველოს სივრცეები და სხვადასხვა გასართობი შემეცნებითი მუსიკალური და სპორტული აქტივობები. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდიდან საქართველოს მიულოცა ზუგდიდის დელეგატმა საქართველოს პარლამენტშიც. ილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, რაც თითოეულ ჩვენთაგანისთვის არის დამოუკიდებლობის და თავისუფლებასთან ასოცირებული და ვფიქრობთ, რომ ეს დღესასწაული არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან უამრავ რამეზე მეტყველებს. ეს არის თითოეული იმ გმირის და იმ თავდადებული ადამიანის და იმ ადამიანების დამსახურება, რომელთაც იბრძოლით წლების განმავლობაში და მოგვიტანეს თავისუფლება, ამისთვის მადლობა მათ. წარმოადგენილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, ის რაც შეიძლება საინტერესო იყოს თითოეული მოქალაქისთვის, აქ ამ შემთხვევაში არის პირველადი დახმარება. ეს არის ტრავმაკაცი, რომელიც განასახიერებს სხვადასხვა შემთხვევებში თუ რა დაზიანება შეიძლება მიიღოს ადამიანმა. აქეთ გულფუდის რეანიმაციო მულაჯები და დაინტერესების მიხედვით უხსნით ხოლმე სხვადასხვა სიმულაციებს უკეთებთ დაინტერესებულ პირებს. სრულიად საქართველოს ვილოცავ დამოუკიდებლობის დღეს ვუსურვებ ყოველივე კარგს ერთიან მთლიან დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოს გაერთიანებული იყოს ჩვენი ქვეყანა და დაკარგული კუთხები დაგვებრუნებიდეს. ოფიციალური საზეიმო ღონისძიებები საქართველოს დამოუკიდებლობის 107 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით ზუგდიდში დღის 12 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. დასრულდება საბოლოოდ გალა კონცერტით და სამეგრელოსა და ზემო სვეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაგეგმილია მსგავსი საზეიმო ღონისძიებები. მადლობა სალომე ფაცაცია საუბრობდა ზუგდიდიდან კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება თელავშიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია თავდაცვის ძალების გამოფენა, ასევე მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა გაყიდვა. მოწყობილია საინფორმაციო საგამოფენო სივრცეები. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავენ. ახლა სწორედ კახეთიდან გვექნება პირდაპირი ჩართვა, დეტალებს ნათია წითელაური მოგვიყვება. ეთერში ხანათია. თამარ მაყურებელი კადრში ხედავს როგორი ხალხმრავალია თელავის ცენტრალური მოედანი, სადაც უამრავი ადამიანია უკვე მოსული იმისთვის, რომ ერთად აღნიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1 საათზე მეტია ღონისძიებები დაიწყო, უკვე იყო ბავშვთა გასართობ სივრცეებში მუსიკალური კარნავალი, ასევე სულ ცოტა ხანში აკელოდებიან ზღაპრის გმირებს, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ასასვლელად ემზადებიან ადგილობრივი ანსამბლები, ასევე სულ ცოტა ხანში დაიწყება კულინარიული მასტერ კლასები. ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, არის საკმაოდ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებულ ყურადღებას კი აქ მოსული ადამიანები და მათ შორის პატარებიც იჩენენ, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ შეიარაღებასა და ჯავშან ტექნიკაზე და სწორედ სამხედროები მათ აწვდიან მათთვის საჭირო ინფორმაციას. ასევე ტერიტორიაზე არიან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბენეფიციარები, რომლებიც აქ მოსულ ადამიანებს სთავაზობენ საკუთარი პროდუქციის გამოფენა გაყიდვას. ძალიან თემატურია დღევანდელი დღე და ძალიან მოხარული ვარ, რომ თელავში ასე ლამაზად და მნიშვნელოვნად აღინიშნება დღევანდელი დღე. აქ არის წარმოდგენილი როგორც ღვინო, ასევე ადგილობრივი წარმოებლების სხვადასხვა პროდუქტი და დაინტერესება შეიმჩნევა ძალიან დიდი. მოგილოცავთ უყველას დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე სამხედროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს წარმოდგენილი გვაქვს საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო აღჭურვილობა, შეიარაღება და ვეპატიჟებით ყველა მოქალაქეს მოვიდნენ დაათვალიერონ. ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი დღესასწაული ყოველი ჩვენთაგანისთვის, რადგან საქართველოს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე არის ასოცირებული ყველა ჩვენი მოქალაქისთვის პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან და იმედი გვაქვს, რომ თელაველები და მოსული სტუმრები კარგ დროს გაატარებენ. საკმაოდ ბევრი ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი, როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი, როგორც გითხარით, საკმაოდ ბევრი ადამიანია. დღის ბოლოს კი დაასრულებს ლიზა ბაგრატიონის და მიქსტურას კონცერტი. მადლობა ნათია წითელაური საუბრობდა თელავიდან.
ქუთაისში მოვლენათა ეპიცენტრი ბალახვანის 100 საფეხურიანი კიბე და მისი მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის ეს არის სამხედრო ტექნიკის გამოფენა. გამოტანილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. მოწყობილია ღვინის სააგენტოს, აეროპორტებისა და ფოსტის მულტიფუნქციური სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტიც. მესამექვეითი ბრიგადის სახელით ულოცავს სრულიად საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს თავდაცვის ძალებს. მე ხედავთ, რომ წარმოდგენილი გვყავს შეიარაღება, მძიმე ტექნიკა. წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელი სერჟანტები, ჯარისკაცები, რომლებიც სამოქალაქო პირებს აცნობენ იარაღის ტაქტიკურ ტექნიკურ მახასიათებლებს. თქვენს ხედავთ, რომ საზეიმო განწყობას უფევს და დაინტერესებაც, რა თქმა უნდა, არის დიდი. ჩვენმა წინაპრებმა ძალიან ბევრი იღვაწეს და იშრომეს იმისთვის, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებლობა გვეზეიმა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს შექმნა მსოფლიოსთვის, ეს არის ღვინო, რომელიც 8000 წლის წინ სწორედ საქართველოში დამზადდა პირველად. აქედან გამომდინარე, დიდი პატივია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით ღვინის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისში ერგო პატივი, რათა იზეიმოს დამოუკიდებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ძალიან კარგი განწყობილება გვაქვს გამოვედი შვილიშვილთან ერთად ეს დღევანდელი დღე 26 მაისი აღნიშნოთ და ყვაყოფილები ვართ დღევანდელი დღისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა. ძალიან გახარებულები ვართ, რომ დაგხვდა ესეთი ტექნიკა და ყვაყოფილები არიან ბავშვები პირველ რიგში. სამხედრო ტექნიკა მოეწონა ყველაზე მეტად. აქ რაც არის აი იარაღებით მოეწონა და მანქანებით ძალიან მოეწონა. მანქანები მომეწონა. ანუ ერთად რა მოგეწონა? მანქანები და იარაღები. საზეიმო აქტიობებია ფოთში. ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპოზიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თემატური ინსტალაციები გამოფენილია საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და ვერტმფრენი. პატარებს შესაძლებლობა აქვთ სიმბოლურად საპასპორტო კონტროლის სივრცე გაიარონ. სოფო სვანიძე გვიყვება დეტალებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთში უკვე დაიწყო. საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, ასევე ფოთის მერიის ხელშეწყობით ქალაქის მთავარ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. აქვე წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების სტენდები, ასევე პატარებისთვის მოწყობილია უამრავი შემეცნებითი და გასართობი კუთხეები. აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ნახონ საზღვაო პოლიციის ახალი ვერტმფრენი, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილია მძიმე ტექნიკა. დღეს საქართველოს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დღეს ფოთში მოსულ ყველა თაობის ადამიანს დახვდება დათვის საინტერესო ამაღლებებელი გარემო. დღეს არის ეროვნული სიამაყის დღე და ნამდვილად შესაფერისი გარემო არის შექმნილი, ისაც მადლობა მინდა უთხრა მთავრობის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უწყებას, ვინც ჩართულია ამ პროცესში და განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში ველოდებით ბავშვებს. აქ იქნება სხვადასხვა ინტერაქციული თამაშები, იმიტირებული პროცესები, რაც დარწმუნებული ვარ, დადებით გავლენას მოახდენს მათ ცნობიერზე და ქვეყნისადმი სწორ დამოუკიდებლობაზე. ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე 12 საათზე დაიწყო. დაცვის პოლიცია, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები ჩვენთან მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს და შესთავაზებს სხვადასხვა სახის აქტივობებს. ფოთში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 17 საათზე და 10 წუთზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება. დღის ბოლოს კი ქართული ესტრადის მომღერლებით საზეიმო კონცერტი გაიმართება. მადლობა, ეს იყო სოფო სვანიძე და პირდაპირ ჩართვა ფოთიდან. საზეიმო ღონისძიებებს მასპინძლობს რუსთავის. ქალაქში იმართება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეერაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, ასევე ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა. დაგეგმილია კონცერტები, მოწყობილია გასართობის სივრცეები, ფლორისტების კუთხე, იგეგმება სპორტული აქტივობები, ილუზიონისტების შოუ, თითების თეატრის და ქორეოგრაფიული წარმოდგენები. დღის ბოლოს ჯგუფ ურსას კონცერტი გაიმართება. 26 მაისის თავისუფლების სიმბოლოა. ასევე მინდა ეს დღე მიულოცო ჩვენს დაღუპულ გმირებს და მათი ოჯახის წევრებს.
ხოლო აქ შეკრებილ საზოგადოებას შეუძლია დაათვალიეროს და გაეცნოს თავდაცვის ძალებში არსებულ შეიარაღებასა და ტექნიკას. დღევანდელი დღე გვაერთიანებს თითოეულ ქართველს, დღეს რუსთავში საზეიმო განწყობა გვაქვს, ველოდებით სტუმრებს, ველოდებით რუსთაველებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ერთად აღვნიშნოთ დღევანდელი დღე, განსაკუთრებით შვილებს ავუხსნათ, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს საქართველოს ისტორიაში. რუსთავში წელს იმართება ეს დღესასწაული მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი არის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ტექნიკისა და სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა, ასევე წარმოდგენილები არიან ადგილობრივი მეწარმეებისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები გაიმართება და დღის ბოლოს დღევანდელი დღე დასრულდება შემაჯამებელი გალა კონცერტით. დღევანდელ დღეს უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი თაობისა და ქალაქის წარმომადგენლისათვის სხვადასხვა ღონისძიებები, ისე რომ მობრძანდით და ერთად აღვნიშნოთ დღევანდელი დღე. კორში ღონისძიებების ორგანიზატორი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იუსტიციის სამინისტრო, სამხედრო ტექნიკის გამოფენასთან ერთად მოწყობილი არაერთი საექსპოზიციო სივრცე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას პირველ რესპუბლიკას 26 მაისის მოვლენებს და რეგიონს უკავშირდება. დამთვალიერებლებისთვის არაერთი თემატური აქტივობა ტარდება, მსურველებს უმზადებენ სამახსოვრო პასპორტებს. მოწყობილია მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა. დგას იუსტიციის მობილური სახლი, ეწყობა შეჯიბრებები და საზეიმო მსვლელობები. სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე თითეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, განსაკუთრებით ჩვენთვის, სამხედროებისთვის 26 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა, ერთიანობისა და საერთო სახალხოზე იმის დღე. დღეს აქ წარმოდგენილია თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშა ტექნიკა, артиლერია, კავშირგამრობა და საინჟინრო საშუალებები, შეიარაღება და ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ხედავ ოჯახებს, შვილებით, რო გვაქვს შესაძლებლობა მომავალი თაობა დავაინტერესოთ სამხედრო საქმით და ქართული ჯარი შევაყვაროთ. ყველაფერი კარი არის, ტანკები არის, ჩემნაირ თანატოლები არიან და რა ასე შემდეგ. დიდი ნებათა ღელვით, სიხარულით ხვდებით ყოველთვის ამ დღეს და იმედი მაქვს იმისა, რომ მთელი ერი დაერაზმება ერთი დიდი სიხარულისათვის, რასაც ქვია დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა შევიტანოთ მცირედი წვლილი. ვისაც რა შეგვიძლია. მე ესე როგორც ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების ხელოვანი ადამიანი, ვცდილობ რომ ჩემს ქალაქს რაღაცნაირად გვერდით დაუდგე და მივიღო მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ქართველისთვის, ვინაიდან იგი ასოცირდება თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასთან, ბრძოლასთან. ზუსტად ამ ბრძოლის შედეგია 26 მაისი. ჩვენ გვაქვს პატივი, რომ გორში ჩვენს მოსახლეობას გავუზიაროთ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სერვისის შესახებ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მილოცვებს იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება გამოაქვეყნა. შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართულ ხალხს ამ ეროვნულ დღეს. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ერთთაშორის მეგობრობა და პარტნიორობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, დემოკრატიას, სუვერენიტეტს და უკეთესი მომავლისკენ სწრაფას. ამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ქართული ხალხის სიმტკიცესა და გამძლეობას, ასევე ჩვენ მუდმივ კავშირს. ქართული ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული და ერთგულება შთამაგონებელია. შეერთებული შტატები რჩება ერთგული პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ, წერია რუბიოს განცხადებაში. რუბიოს მილოცვის პარალელურად ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებებით 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ვაშინგტონის მერის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს საქართველოს საელჩო აქვეყნებს. საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ესტონეთის პრეზიდენტის დამოუკიდებლობის დღე პატივს მიაგებს იმ გამბედაობას, რაც სჭირდება თავისუფლების არჩევასა და დაცვას. თავისუფლება ერთხელ მოპოვებული უნდა იყოს დაცული და ყოველთვის გქონდეთ ძალა ამის გასაკეთებლად, წერს ალარ კარისი X-ზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ლატვიაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში წერია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია ულოცავს ქართულ ხალხს. ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ერის დემოკრატიული მისწრაფებებისა და ევროპული მომავლის მიმართ ურყევი რჩება.
გავრცელდა გერმანიის ელჩის მილოცვაც. ვულოცავთ ჩვენ ქართულ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში, დაწერა X-ზე პეტერ ფიშერმა. გაერთიანებული სამეფოს მეფის ჩარლზ მესამის მისალო წერილს აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის საელჩო. მაშინ როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე მოხარული ვართ გამოგიგზავნოთ ჩვენი ყველაზე გულთბილი მილოცვა. მოუთმელად ველი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუგზავნით ჩვენ საუკეთესო სურვილებს ყველა ქართველს, წერს მეფე ჩარლზი მისალოს წერილში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის ელჩიც. პაվել ჰერჩინსკის სპეციალური ვიდეო მიმართვა ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. ქართულ ენაზე ვიდეო მიმართვა ჩაწერა ბრიტანეთის ელჩმაც. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. რუსეთის მხრიდან არსებულ ახალი საფრთხეების ფონზე. ევროპული უსაფრთხოებისთვის ამ უნიშნელოვანეს პერიოდში აუცილებელია რომ საქართველოს განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან საერთო ღირებულების დასაცავად. მისი უდიდებულესობები მიესალმებიან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორების განაგრძელებას და მომდევნო წლისთვის ქართველ ხალხს საუკეთესო სურვილებს უთვლიან. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. Today I congratulate დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვლოცავ. გაგვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით. ამავდროულად ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული, სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. წინ საქართველო წინ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ირაკლი კობახიძეს ილჰამ ალიევი. ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ყველა მიმართულებით და ყოველწლიურად ღრმავდება. ჩვენი პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს ახალი შინაარსით გამდიდრებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით აზერბაიჯანს საქართველოს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გააგრძელებს აღმავალი ტრაექტორიით წინსვლას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი მისალოს წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩვენი ქვეყნის დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს არაერთი ქალაქი და ღირსშესანიშნაობა. თეთრ და წითელ ფერებში ანთეს ანკარაში ტყუპებად წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჯების გაერთიანების შენობა, ასევე სტამბოლში მოწამეთა ხიდიც. ასევე საქართველოს დროშის ფერებში განათდა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიას მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი და ცენტრალური პარკი. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ბაქოს ოლიმპიური სტადიონი. დელიში უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქათაბ მინარი, მე-12 საუკუნეში აგებული ძეგლი მსოფლიოში, რომელიც ყველაზე მაღალი აგურის მინარეთია. საქართველოს დროშის ფერებში განათდა ასევე ხორვატიაში ზაგრების ცენტრალური შადრევნები და სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლო კოშკიც. მიღება გაიმართა ესპანეთის სამეფოში, სადაც თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და საპატიო სტუმრებს. სოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში გრძელდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა
ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, სადაც წარმოდგენილი იყვნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, ასევე ჩვენი დიასპორელები. გაიმართა ასევე მეტად მნიშვნელოვანი მასშტაბური ღონისძიება ქალაქ ბარსელონაში, ეს გახლდათ ერთობის ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მეფე ფილიპე მე-6-მ საქართველოს მიულოცა ეროვნული დღესასწაული. ასევე განსხვავებულ ფორმატში გაიმართა წელს ჩვენი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ესპანეთში. ქალაქ სევილიაში განაგდა ყველაზე ემბლემატური ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებში. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rus.2.g კურიერი კი გემშვიდობებათ 3 საათამდე. ახლა მეტეს დავუთმობ შუა დღეს